ნუ მედიისთვის პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, ყველაფერი მიდის საზოგადოებამდე. ღია სასამართლო იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც თავის დროზე და ყველა ძალიან კარგად აცნობიერებდა მაშინ როცა სასამართლო გაიხსნა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას და წლების განმავლობაში ეს ჩვენ დავინახეთ რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლოს ღიაობას იმიტომ რომ საზოგადოებას ჰქონდა ერთგვარი დასწრების ეფექტი თვალის მიდევნების ეფექტი ამ ყველაფრისთვის საზოგადოება მიცოდა მართლმსაჯულებაში რა ხდებოდა როგორ ხდებოდა და ალბათ ესეც არის მთავარი მიზეზი რატომაც ახლა გვაქვს სრულიად სხვა მოცემულობა უკვე 1 წელია ფაქტიურად ჩაგეტილი არის სასამართლო მიუხედავად იმისა რომ მედიამ რაღაცა გარკვეული მეთოდები და ტექნიკები ამ 1 წლის განმავლობაში შევიმუშავეთ, რომ ეს რაღაცა ინფორმაციული ვაკუუმი შედარებით დავავიწროვოთ და ახლებურად ცადოთ რომ მივაწოდოთ ინფორმაციას საზოგადოებას, მიუხედავად ამისა, ნაწილობრივ ალბათ აი ამ რეგულაციების ავტორების მიზნები ამ მხრივ მიღწეული არის, იმიტომ რომ შეუძლებელია მხოლოდ სიტყვით ჟურნალისტმა გადმოსცეს ის, რაც ხდება იქ, იმიტომ რომ არათუ დარბაზებში, დერეფნებში, ეზოშიც კი ვერ შევდივართ, ვერ ვესაუბრებით საქმის ფიგურანტებს. მხოლოდ მათ, ვისაც აქვს ამის სურვილი და გამოთქვამს სურვილს, რომ აი მედიასთან უნდა დადგეს სასამართლოს ჭიშკართან და საზოგადოებას ალბათ საზოგადოება კარგად იცის ეს კადრი, ყველა ჩვენი რესპონდენტი შლაგბაუმის კადრზეა ჩაწერილი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ზღვარი, იმის იქეთ უბრალოდ ვერ შევდივართ. და ხო, ალბათ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე მაინც მივიტანოთ, ცხადი არის, რომ ეს ვერ ანაზღაურებს და ვერ ჩაანაცვლებს უпростоრად სასამართლოს ღიაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ხარისხს, მასშტაბს და ასე შემდეგ. ხო, მნიშვნელოვანი სიტყვა ახსენეთ, დასწრების ეფექტი ქონდაო და ალბათ ასე იყო. მათ შორის პასუხისმგებლობის საკითხი სხვანაირად იდგა, ხო? ჩვენ გვახსოვს, რომ ეს აკრძალვა პირდაპირ დაუკავშირდა, როცა გაჩნდა სინდისის პატიმრების დიდი რაოდენობა აქციების შემდგომ და საზოგადოებას ჰქონდა საშუალება მოესმინა პოლიციელებისაც, რომლებიც სულ ჩვენებებს იძლეოდნენ და ძალიან დიდი მორალური წნეხი შეიქმნა მათთვის და რასაც ეს სრულჩვენების მიცემი პოლიციელებს და ზოგადად სრულჩვენების მიცემი ხალხის დაცვას ემსახურებოდა ამ შეზღუდვის შემოტანა. მე ასე მახსოვს. ეს პერიოდი იყო დიახ, ზუსტად საზოგადოებამ მოასწრო, ასე რომ ვთქვათ, დემონსტრანტების ნაწილის და ამ საკმაოდ რეზონანსული საქმეების ფიგურანტების პირადად დაცნობა, ესე რომ ვთქვათ, მესამე პირების გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ გვეჩვენებინა და მოგვესმენინებინა, ესე რომ ვთქვათ, და გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის ბრალდებულების განცხადებები, სიტყვები, ჩვენებები, ისევე როგორც მოწმეების და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ გვიწევს აი ამ ყველაფრის მოყოლა საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ რა გავიგეთ ხდომაზე, ისიც იმ შემთხვევაში თუ კი მოგვეცა ხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის ტენდენცია არის, რომ ძალიან ბევრი საქმე დაიხურა საფუძვლად. რაც ეს გაურკვეველი სტანდარტი დაწესდა, საქმის დახურვა კონკრეტული სტანდარტით შეიძლება მოხდეს, ხო, რომ აქ რაღაცა კონკრეტული გარემოებები უნდა იყოს და აქ ახლა სულად გაუმჩუალებ სტანდარტი არის, რა შემთხვევაში შეიძლება საქმე დაიხუროს. ძალიან მარტივად შეიძლება, რომ ასე უნდაც და დახურეს საქმე. კი, ძალიან ბევრი კითხვა საჩენს, ძალიან ბევრი საქმის შემთხვევაში ეს ჩაკეტილობა, იმიტომ რომ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი ასეთი საქმე არის დღეს სასამართლოს სისტემაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს რაღაცა ნაკლული ინფორმაციის პირობებში გვიწევს ჩვენს მუშაობა და საზოგადოებასაც ყოფნა. და იმ ხდომებსაც, რომლებსაც ვესწრებით, გვიწევს რომ აი ესე მესამე პირებმა ჩვენ არის ცხადია ეს ჩვენი ფუნქცია, როგორ არ არის უბრალოდ ჩვენ გვჭირდება კიდევ რაღაცა დამატებითი საშუალებები იმისთვის, რომ ეს სრულყოფილი იყოს ინფორმაცია, რომელსაც მივაწვით მაყურებელს, ხო?